ლევან ატროშვილი მინდა მოვიწვიოს სტუდიაში სამართლიანი არჩევნების დირექტორი. საღამოშიდობისა ლევან, მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საბოტაჟი მოგიწყლიათ თქვენი კონკრეტული ორგანიზაციის მაგალითზე 18 რესპირატორი და 20 დამცავი სათვალე შეგიძენიათ. ეს ძალიან დიდი ოდენობის მასალაა იმ ორგანიზაციისთვის, რომელსაც საბოტაჟს აბრალებენ. მართლა მხოლოდ ეს არის, მეტი არაფერი? აი გასაკვირი ამბავიც მე მაინც მეგონა რომ ასობით მაინც გქონდათ ნაყიდი და ნორმალური იქნებოდა რომ ასობით გქონოდათ ნაყიდი, ვინაიდან თქვენს გჭირდებოდა და შესაძლოა არ არის აკრძალული მოქალაქეებისთვისაც შეგეძინათ ეს თავდაცვის საშუალებები, მაგრამ სულ 18 რესპირატორსა და 20 დამცავ სათვალეზე არის აქ საუბარი. მოგესალმებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს შესყიდვის დოკუმენტები, ხო, როგორც დაარქვეს, რაც გამოაქვეყნეს, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რაზეც ჩვენ არაერთი წელია უკვე ფაქტობრივად საუბრობთ, რომ ჩვენი მისია, მანდატი რაც არის ამ ქვეყანაში და ეს არის სხვადასხვა გზებით დავიცვათ ამ ქვეყანაში დემოკრატიული მართლობა, დავიცვათ ადამიანების უფლებები, დავიცვათ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც იჩაგრებიან სხვადასხვა გზით, ეს არის აქციაზე დაშავება, სამსახურიდან გათავისუფლება თუ ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც შეიძლება პირველ რიგში სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხდებოდეს მოქალაქეების მიმართ. ეს არის ჩვენი მანდატი, ხო ჩვენ წესდებაში გვიწერია ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ არის რომ გვეხმარებიან ჩვენ დონორები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან. ეს თქვენი მოვალეობაა, ანუ რომ აი ამ ტიპის დახმარება გაუწიოთ მოქალაქეებს, მაგრამ როგორც ჩანს ამ შემთხვევაში არ გაგიწევიათ ეს კონკრეტული დახმარება რა თვალსაზრისით იმით რომ რაოდენობები იმდენად შეზღუდულია რაც გამოქვეყნდა რომ ეს თქვენ რაც დაასახელეთ ეს ჩვენი თანამშრომლებისთვის შევიძინეთ ცხადია ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვცდილობთ რომ დავხარჯოთ ის თანხები რაც ჩვენ გვაქვს მიუხედავად იმისა რომ არსებობს დიდი კამპანია რომ რაღაცა მდიდარი ორგანიზაციები ვართ და ასე შემდეგ მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილი რომელსაც ჩვენ ვიღებთ ხმარდება კონკრეტულ ადამიანებს აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში სადამკვირვებლო ხარჯებია ხოლმე ლომის წილი ხო ჩვენ ყავს ხოლმე 1000-ზე მეტი დამკვირვებელი და თითოეულის ჰონორარი და ტრენინგება ტრანსპორტირება ასე შემდეგ იმდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მთელი ბიუჯეტი რეალურად ამაზე მიდის ხოლმე, ხო? რაც შეეხება ამ თანხებს, ეს თანხები მოხმარდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების აღჭურვას, ასე ვთქვათ, იმ აქციების დროს, რომ ისინი არ დაზარებულიყვნენ, ხო? ჩვენ ასევე ნაწილობრივ ამ აქციების მონიტორინგსაც ვახდენდით, ხო? ანუ თანამშრომლების ნაწილი, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, როგორც მრავალი ათეული 1000 მოქალაქე, მაგრამ ნაწილი ასევე ეგრეთ წოდებულ მონიტორინგს უწევდა ამ პროცესს, რომ დაგვეფიქსირებინა ის სავარაუდო დარღვევები, რაც შეიძლება ყოფილიყო ამა თუ იმ მხრიდან, ხო? ჩვეულებრივი საქმიანობა ეს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების და სწორედ ამიტომ შევიძინეთ ეს აღჭურვილობა, რომ ისინი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, მე თავად ვიყავი იქ და ამ აღჭურვილების გარეშე იყო ერთი დღე, როდესაც ძალიან მძიმე იყო იქ ყოფნა, ხო, სუნთქავდა, უბრალოდ ჭირდა, თვალებიდან წრევლი მოგდიოდა და ლოგიკური იყო, რომ ის სპეციალური საშუალებები, რაც გამოიყენებოდა პოლიციის მხრიდან, დღემდე არ ვიცით რეალურად, რამდენად ლეგალურად იქნა გამოყენებული ეს საშუალებები და რა საშუალებები იქნა გამოყენებული. მისგან რომ ადამიანს თავი დაეცვა, ჩვეულებრივი ამბავი იყო, მით უმეტეს რომ ადამიანს თქო რომ წადი და მონიტორინგი გაუწიე პროცესს, ხა იმაში ვერ გაუშვებ, ხო, არა შესაბამის გარემოში და სადაც უსაფრთხო გარემო არ არის, ჩვეულებრივი ამბავი იყო და ძალიან კარგია რომ საზოგადოებამ დაინახა ეს ყველაფერი, რომ რეალურად ეს ცრუ კამპანია რაც აქამდე იყო ჩვენს წინააღმდეგ გაგორებული, რომ თითქოს ჩვენ რაღაც რევოლუციას ვახდენდით თუ რაღაცებს გავსისულელები და ვაფინანსებდით ამ ყველაფერს და ამავე დროს ის მეორე კამპანია რომ თითქოს ჩვენ გამჭვირვალეები არ ვიყავით და თითქოს შეუძლებელი იყო გაეგოთ ჩვენ რაში ვხარჯავდით თანხებს როგორც აღმოჩნდა ესეც ძალიან კარგად შეუძლია სახელმწიფომ მოიძიოს ეს ინფორმაცია არანაირი სპეციალური კანონები ამისთვის საჭირო არ არის მით უმეტეს ისეთი კანონები რომელიც პირდაპირ დამღას ადებს ორგანიზაციებს და კონკრეტულ ადამიანებს აგენტებს და ასე შემდეგ
ამის გარეშე ჩვენურად მოიძია სახელმწიფომ ეს ინფორმაცია და მიუხედავად ამისა ხედავთ რომ როგორ იყენებენ ამ ინფორმაციას თითქოს და რაღაცა ქვეყანა დაიქცა სასწაული ინფორმაცია თითქოს და მოიპოვეს და ისეთი მუხლებია იქ განცხადებაში ნახსენები პროკურატურის განცხადებაში რომ ქვეყნის ღალატია ფაქტობრივად და სამუდამო პატიმრობაც კი არ არის ერთ-ერთი თვითონ მიხედვით საკითხამდე რომელთან დაკავშირებითაც მიხედავთ იმისა რომ ეხლა 18 რესპირატორი 20 დამცავი ეს კომიკურად გამოიყურება ძალიან პირიქით საპირისპიროდ პრობლემურია ის გამოძიება რომელიც თქვენს წინააღმდეგ დაიწყო და უკვე ანგარიშები გაქვთ დაყადაღებული თუ რუსული სცენარით მიდის და მიდის ფაქტია ქართული ოცნება ივანიშვილი თითოეულს მოგაკითხავთ სახში თავისი გამოძიებების ფარგლებში ხომ გაქვთ ამისი მოლოდინი თუ არა უკვე ანგარიშ დაყადაღებულებს და ელით თუ არა რომ რუსული გზამთან იმის გამო რომ სწრაფად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში რუსეთში ეს რაღაც 7-8 წელი მიდიოდა და ივანიშვილი ამას ერთ წელიწადში აკეთებს და წელიწადნახევარში ძალიან გაგირთულებთ ზოგადად არ მხოლოდ მუშაობას არამედ თქვენს უკვე უფლებებსაც შეეხება თავისუფლებასაც შესაძლოა სახლები ჩხრეკაზე შეიძლება გადავიდნენ და ასე შემდეგ. ცხადია ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჯერჯერობით ჩვენ არ შეგხვმიანებიან პროკურატურიდან არავინ არ შეგხვმიანებია თუმცა რა თქმა უნდა ამის მოლოდინი გვაქვს რომ გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადაიდგმება აქვე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ მუშაობას ადამიანების დახმარებას ფაქტობრივად გვიწევს რომ მოხალისეობრივ საწყისებზე გავაკეთოთ ეს ყველაფერი სადაც შესაძლებელი იქნება და რა მასშტაბითაც იქნება შესაძლებელი ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში მაქსიმალურად გავაგრძელოთ საქმიანობა და რაც შეიძლება მეტ ადამიანს კიდე დავეხმაროთ ხომ სამწუხაროდ არ ვიცით ეს რამდენიხან შეიძლება გაგრძელდეს ეს და როგორი ფორმებით შეიძლება გაგრძელდეს აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით თქვენ რაც ახსნეთ მათ შორის გამოძიების ფაქტორი და რესურსების არარსებობის ფაქტორი მაგრამ ზოგადად მინდა გითხრათ რომ ამ სექტორში ხო სამოქალაქო სექტორში ასეთ ორგანიზაციებში რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ და ისეთ ქვეყანაში იცავენ როგორც დღეს სამწუხაროდ უკვე არის საქართველოს სადაც დემოკრატიის ხარისხი უკიდურესად დაბალია და ფაქტობრივად ავტორიტარიზმის ძალიან ეს თქვა დიდი დოზა გვაქვს უკვე ქვეყანაში იქ უბრალოდ ჯანმრთელობისთვის საფრთხეც კი არის ასეთი საქმიანობა და ის ადამიანები ვინც ჩვენთან მუშაობენ სხვა ორგანიზაციებში ამას ძალიან კარგად გაცნობიერებენ და ბევრი მათგანი უბრალოდ იმიტომ მუშაობს რომ მათი მოწოდება და მათი სურვილია რომ ადამიანებს დაეხმარონ და არა ის რომ რაღაც ხელფასი აიღონ და ამიტომ ვამბობ რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ გარკვეული პერიოდი მოხალისეობრივად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა იმიტომ რომ აქ არავინ ხელფასის გამო არ მუშაობდა ამ ორგანიზაციაში ხო თუმცა ცხადია რომ ეს პოტენციური რისკები და ნაბიჯები რაც შეიძლება მათი მხრიდან კიდევ გადმოიდგას შეიძლება შემოფერხებელი იყოს ჩვენთვის. მადლობა ლევან მხნეობას გისურვებთ გამძლეობას მედიასთან ერთად რომელიც ახლა ონლაინ მედიები არიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში არანაკლებ რთულში ტელემედიები კრიტიკულებს გულისხმობთ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ ამ პროცესს გაუძლებთ და აუცილებლად ვიღებთ იმ შედეგს რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვინდა რომ გქონდეს დასავლურ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ლევან ატროშვილს ვესაუბრებოდით სამართლიანი არჩევნების დირექტორს